ღმერთმა გაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, შეგვეწიოს ყველას დღევანდელი პარაკლისის, აღსრულებული პარაკლისის მადლი, შეგვეწიოს წმინდა დიდი მღვდელმთავარი ნიკოლოზი და მისი ლოცვით, მისი მეოხებით ჩვენ ღმერთს შევთხოვოთ, რომ ჩვენი დედა ეკლესია დაიფაროს, როგორც იცით, უწმინდესმა მასში ავედრა ჩვენი დედა ეკლესია მის მფარველობის ქვეშ არის და წმინდა დიდი მღვდელმთავარი იყოს ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ქვეყნის მფარველი, შეგვეწიოს დღევანდელ დღეს მოხსენიებული წმინდანები, დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული დღეა ჩვენი ეკლესიისთვის, დღეს ჩვენი ეკლესია მოიხსენებს წმინდა აბიბოს ნეკრესელს, 13 ასურელი მამათაგან ერთ-ერთს. როგორც მოგეხ ყველა ბევრმა იცით ალბათ მის შესახებ, მაგრამ მაინც ორი სიტყვით შევეხოთ. ეს არის პერიოდი მე-6 საუკუნე, როდესაც საქართველოში მძიმე პერიოდი დგას, როგორც ხშირ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა დაპყრობილი არის და ამ შემთხვევაში მე-6 საუკუნეში დაპყრობილი არის სპარსელების მიერ ქვეყანაში. ასე ვთქვათ, სარწმუნოებაც ცდილობს მაშინდელი სპარსეთის, ასე ვთქვათ, თავარი რომ მაზდიანობა, ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობა დაამკვიდროს ქვეყანაში და სწორედ ამ დროს ღვთის განგებით და ყოვლად წმინდა დედა ღვთისმშობლის მეოხებით ჩვენ ქვეყანაში ასურეთიდან, სირიიდან შემოდიან 13 მამა იოანე ზედაზნელის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაში პირველივე საუკუნიდან იქადაგეს მოციქულებმა, მერე წმინდა ნინო მიქადაგა და სახელმწიფო რელიგიათაც კი გამოცხადდა, მაინც საჭირო იყო ჩვენ ქვეყანაში ასე ვთქვათ გამტკიცება მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და მით უმეტეს იმ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა დაპყრობილი არის სპარსეთის მიერ და ეს 13 ასურელი მამა, ასე ვთქვათ, ღმერთმა გამოაჩინა ჩვენ შველელად, ესე რომ ვთქვათ და მათ დაუდეს საქართველოში, ასე ვთქვათ, ბერმონაზნობის აღორძინებას სათავე. თავიდან აბიბოს ნეკრესელი, როგორც მოგახსენეთ, იოანე ზედაზნელთან ერთად შემოვიდა 13 ასურელ მამასთან ერთად და თავიდან ისინი ზადენის მთაზე დამკვიდრდნენ და იქ დაიწყეს მოღვაწეობა. შემდეგ უკვე მაშინდელი კათოლიკოსის ევლოვიოსის და წმინდა იოანეს ზედაზნელის კურთხევით წმინდა აბიბოს ნეკრესელი, აბიბოსი გადადის ნეკრესში და იქ შეუდგა თავის მოღვაწეობას. მოშურნეობით, რა თქმა უნდა, ის საუღალავად იღწოდა იმისათვის, რომ მართლმადიდებელი სარწმუნოება განემტკიცებინა იმ მხარეში, ნეკრესის მხარეში და ასეთი ფაქტია მის ცხოვრებაში, რომ უყურებდა რაც ხდებოდა ჩვენ ქვეყანაში, რომ მაზდიანური სარწმუნოება თუ ამას შეიძლება ეწოდოს, რომ იკიდებდა ფეხს და სპარსელები აიძულებდნენ ქართველებს, რომ მაზდიანური რწმენა მიეყო და ცეცხლთაყვანისმცემლები გამხდარიყვნენ. საბოლოო ჯამში ვერ მოითმინა ერთხელაც წმინდა აბიბოს ნეკრესელმა, რომ ნახა რაც ხდებოდა ქვეყანაში და ერთ-ერთი ასეთი შეწირვის დროს, ასე ვთქვათ, მივიდა და წყალი დაასხა ცეცხლს და ჩაუქრო ცეცხლი ამ კულტის მსახურებს. ამით გაბრაზებული მაშინდელი მთავარი მარსპანი მას წარუდგინეს, შეიპყრეს აბიბოს ნეკრესელი და მას შეატყობინეს. რაც გააკეთა აბიბოს ნეკრესელმა, ის საპყრობილეს ჩააგდეს, სასტიკად აწამეს და შემდეგ უკვე წარუდგინეს ამ მარსპანს, რომელმაც კითხა თუ რატო შეურაცხო მან, რატო მოკლა მათი ღმერთი. და აბიბოს ნეკრესელი პასუხობს, რომ ღმერთი არის ერთი, უფალი იესო ქრისტე, რომელიც მე ვიცი და თქვენი ღმერთს მე რაც გავაკეთეს, თქვენი ღმერთი არ იყო, მე ცეცხლი ჩავაქრე წყლით, რომელიც ასე ვთქვათ, უფრო ძლიერი აღმოჩნდა თქვენ ცეცხლზე და მე მიკვირს როგორც ცემთ ამ ღმერთს თაყვანს, რომელიც შეიძლება მოკვდეს და მოკლას უფრო თავისი ძლიერმა ამ შემთხვევაში წყალმა. და ამათ გამძვირვანებულმა მარსპანმა თავის ჩათვალა, რომ მისი ღვთაება შეურაცხო წმინდა აბიბოს ნეკრესელმა და მისი სასტიკად წამება და ბრძანა ის აწამეს და ასე ვთქვათ, მაშინ მთელი ქალაქის დასანახად, ასე ვთქვათ, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა და იცდილობდა მარსპანი, რომ მისი ნეშტიც გაენადგურებინა და დაეწო, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და მაშინ ქართველმა ბერებმა, მართლმადიდებლებმა მისი წმინდა ნეშტი პატივით დაკრძალეს ჯერ სამთავისის მონასტერში, ხოლო შემდეგ უკვე
სტეფანოზის დროს, ქართლის მთავრის დროს გადმოასვენეს სამთავროს დედათა მონასტერში და იქ არის დაკრძალული ტრაპეზის ქვეშ არის დაკრძალული და ეს სანამ მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულებოდა მოწამეობრივი სიკვდილისთვის მიყავდათ ასე თქვა წმინდა აბიბოსი მან იქამდე ერთგვარი გამხნევა მიიღო ის მეგობრობდა მაშინელ უდიდეს მოღვაწესთან სვიმონ მესვეტესთან და სვიმონ მესვეტესგან ასე თქვა რომ ასე ჩვენა სვიმონს რომ გამოცხადება ქონდა ღვთისგან რომ წმინდა აბიბოსი უნდა მოწამეობრივი სიკვდილით აღსრულებულიყო და ერთგვარი ევლოგია გამოუგზავნა გამხნევება ასე ვთქვათ წერილი და კვერთხი რომელიც მას გადასცეს ის გამხნევდა შემდეგ სიკვდილის წინ ის შიომღვიმელსაც შეახვედრეს მისი მეთხოვნით და ამ დიდ მოსაგრესთან ერთად მან ილოცა და ესე ლოცვით და ღვთის იმედით წარდგა ურჯულო თავრების წინაშე და ის როგორც აღნიშნეთ მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა შეგვეციოს მისი ლოცვა შეგვეციოს მისი მეოხება ჩვენ ქვეყანას ჩვენ დედა ეკლესიას და ჩვენ სამშობლოს და ფარავდეს წმინდა აბიბოს ნეკრესა და წმინდა 13 ასურელი მამა მერთმა დაგლოცოთ გაგაძლიეროთ და შეგეციოთ მერთმა მოგცეს ყველას მოთმინება მერთმა მოგცეს ძალა სიყვარულისა ღვთის სიყვარულისა ძალა მოყვასის სიყვარულისა და შეგვეციოს უფალი და ყოველწმინდა ღვთისმშობელი გაიხარეთ